ბედნიერი ვარ, რომ 4 წლის წინ ავირჩიე გაუ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი გზაა წარმატებისაკენ. გაუ ავირჩიე, იმიტომ რომ აქ არის ინოვაციური სწავლება და თავისუფალი გარემო. ეს იყო გარემო, სადაც ჩვენ ყოველდღიურად ვითარდებოდით და ვიზრდებოდით. კომფორტი, ხარისხი და მოხერხებულობა იყო ის მიზეზი, რატომაც ავირჩიე გაუ. მინდოდა მეპოვნა ადგილი, სადაც არა მხოლოდ სწავლა, არამედ საკუთარი თავის პოვნა და რეალიზაცია იყო შესაძლებელი და სწორედ ეს ადგილი იყო გაუ. გაუ ჩემთვის არის შესაძლებლობა. გაუ ჩემთვის ყოველდღიურობაა და ამ ყოველდღიურობაში დანახული მრავალფეროვნება. ის მრავალხრივი შემოქმედებები, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს თავის სტუდენტებს. გაუ ჩემთვის არის გზამკვლევი, მან გზა გამიყვალა ცხოვრების ახალ ეტაპზე. გავიცანი ბევრ საინტერესო ადამიანი და ვისწავლე დამოუკიდებელ ცხოვრება ერასმუსის გასვლითი პროგრამის საშუალებით. გაუში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო როგორც პირველი, ისე ბოლო დღე. პირველმა ახალი დასაწყისის მღელვარება მომიტანა, ხოლო ბოლომ ამ წელს განმავლობაში დაგროვილი მოგონებები. გაუს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და სწავლებები იყო ის, რის გარშემოც ყველა ერთად ვიკრიბებოდით. გამართული დისკუსიები, რომლებიც ჩვენ უნარებს არ ვითარებდა. ჩემი გაცვლითი ვიზიტი პოლონეთში ერთი სემესტრი. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის გაუში იყო ფეხბურთის თამაშები. გუნდ სახელი მე მოვიფიქრე ლექციის ერთ-ერთ შესვენებაზე და დავარქვით გავტანე. გოგოებმა პლაკატის გავაკეთეთ და მივიდოდით საგულშემატკივროდ. ცოტნე იაშუმა უნივერსიტეტში თუ უნივერსიტეტის მიღმა ყველაზე მეტად დამახსოვრა თავი და ის უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვინ ჩვენ ბიზნეს ადმინისტრირების ამ ფაკულტეტზე გვასწავლიდა. და ასევე ბექა გოგიჩაშვილი, რომელიც ძალიან მეგობრული ლექტორი იყო და ლექციების დროს თუ ლექციების გარეთ შეგვეძლო ნებისმიერ თემაზე ერთად საუბარი. ყველამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში. მინდა ერთი კონკრეტული ლექტორი დავასახელო, სლევან გოგხვაძე. ის და მიუხედავად რომ მე არასდროს არ მქონია ინტერესი სისხლის სამართლის სფეროში, მან შეძლო რომ მე დავინტერესებულიყავი სისხლის სამართლით. მიმაჩნია, რომ პიროვნული და კარიერული ზრდისთვის მნიშვნელოვანი არის საკუთარი ღირებულებებისა და შესაძლებლობების გაცნობა და გარისკვა. საჭიროა გახსოვდეს ერთი რამ, დაივიწყეს სიტყვა წარმოუდგენელი და არასდროს დასვაკითხვა, მაგრამ მე ვარ საკმაოდ კარგი ამისთვის. აუცილებელია გსურდეს, რომ იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მიზანდასახულობა, შრომა და დისციპლინა. ძალვადიანი მიზანი და გამოცდილი შეძენა. ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულება. გაუმ შემძინა საკუთარი თავის წონა და თავისუფლად ფიქრის უნარი. ის რომ არ ვიცის მიღმა სულ დგას ფრაზა შეიძლება ვისწავლო. ადამიანებისა და საკუთარი თავის შეცნობის უნარი. განვითარების და მოგონებების გარდა შემძინა ყველაზე მთავარი ურთიერთობები. ჩემი მეგობრები, კურსელები, რომლებთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს. გაუში ჩემს გამოცდილებას დავახასიათებდი როგორც გამოწვევით სავსეს. ჩემთვის იყო ინოვაციური, სახალისო და დაუვიწყარი. საფუძვლიანი, ეფექტური და განვითარებაზე ორიენტირებული. გაუში ჩემი სწავლა რომ შევაფასო, ეს იქნება თავისუფლება, გამოცდილება და გამბედაობა. გამოცდილება და ინსპირაცია. გამარჯვებისთვის საჭიროა იმოქმედო, არ გაჩერდე და აუცილებლად გჯეროდეს საკუთარი თავის გარისკვა და აუცილებლად შესაბამისი სწავლა. ვფიქრობ, გამარჯვებისთვის საჭირო არის დაისახო მიზანი, იშრომო, რომ გაბედო, იმოქმედო და არ დანებდე. გამარჯვებისთვის საჭიროა იმოქმედო მაშინაც როცა ეჭვი გაქვს. მოქმედება წინ გწევს, ხოლო ეჭვი ადგილზე გაჩერებს. იმოქმედე გამარჯვებისთვის, აირჩიე გაუ. იმოქმედე გამარჯვებისთვის, აირჩიე გაუ. იმოქმედე გამარჯვებისთვის, აირჩიე გაუ.